უკრაინას შეუძლია თავის ტერიტორიული მთლიანობა აღედგინოს და ასევე ჩვენ მოვისმინეთ ესეთი მესიჯიც, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის შუაგულს შეუტიოთ. მოკლედ, სოფლიო მაგიქვა, რომ ეს იყო რაღაცნაირად ტრამპის პოლიტიკური რიტორიკის შემოტრიალება და მათ შორის ვიღაცეება იმედიც კი დაიწყეს საუბარი, ხომ არ უახლოვდებით მესამე მსოფლიო ომის დასაწყისს. გარდა ამისა, ჩვენ ვიხილეთ მოლდოვაში ევროპული ფრონტის გამარჯვება, რაც საქართველოში და მათ შორის დასავლეთში ახმური იქნა, ისე თითქოს რუსეთი დამარცხდა და ეს იყო რუსეთის კიდევ ერთი მარცხი რეგიონში, იმიტომ რომ საანდომ პირწმინდად მოიგო არჩევნებში და დაამარცხა მისი ეგრეთ წოდებული პრორუსი ოპოზიციური კანდიდატი. ეს არის პოლიტიკის ეკო და დღეს ვისაუბრებთ მიმდინარე პროცესებზე და იმ გეოპოლიტიკურ მოვლენებზე, რომელიც განვითარდა უკანასკნელი კვირისა და კვირების განმავლობაში. მოკლედ, რა მოხდა ტრამპის და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ? ტრამპმა განაცხადა ესეთი რაღაცა, რომ უკრაინას შეუძლია, რა თქმა უნდა, შეუძლია თავის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ასევე განაცხადა ის, რომ ის იმედგაცრუებულია რუსეთისგან. უკვე სხვა გამოსვლაში რუსეთი შეადარა ქაღალდის ვეფხს, რომ თითქოს რუსეთის ძლევამოსილ არმიას შეეძლო რამდენიმე კვირაში აეღო უკრაინა, თუმცა უკრაინელი ხალხის გამძლეობითა და დასავლელების ჩართულობით ისე გაჭიანურდა ეს პროცესი, რომ უილად წირავსო მის ბუნებრივ, ეკონომიკურ და ადამიანურ რესურსს და ჯობია დაამთავროს ომი და მიუსწრეს მოლაპარაკებების მაგიდასო. მერე გამოვიდა კელოგი ერთ მედიას საშუალებაში ისიც კითხვა, რომ ამერიკა თანახმა უკრაინას გადასცეს ისეთი შეიარაღება, რომელიც უკრაინულ არმიას საშუალებას მისცემს, რომ რუსეთის შუაგულში მიიტანოს იერიშები და ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში ბევრი სტატია და რეზონანსული მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ადმინისტრაციის მხრიდან რიტორიკის ცვლილებამ ერთგვარმა. თუმცა არავინ ბევრმა გაამახვილა, მათ შორის პოლონეთის პრემიერმა ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან მესიჯზე, რომ ამ ესე იგი მესიჯების ბოლოს ესეთი რაღაც თქვა ტრამპმა, რომ წარმატებას უსწრებ ორივე ქვეყანას და თუ დაუშვათ ნატო თანახმა გააგრძელოს ეს ბრძოლა, მან უნდა შეიწყიდოს იარაღი ჩემგან და გადასცეს უკრაინას. თითქოს ტუსკმა სწორად აღნიშნა, რომ ეს იყო რაღაცნაირად ცდელობა იმისა, რომ შეერთებულ შტატებმა ხელები დაიბანა უკრაინის პროცესში და ცდილობს, რომ მთელი ეს ტვირთი ერთგვარად გადასცეს ნატოსა და ევროკავშირს. თვითონაც ახსენა, რომ ევროკავშირის დახმარებით არის შესაძლებელიო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაო და შემდეგ მოგვიანებით ისიც თქვა, რომ ის იმუშავებს იმაზე, რომ ზელენსკის და ტრამპის შეხვედრა, ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა გაიმართოს. მოკლედ, მთელი ეს ავანტურა ისიც იმაზეც კი იყო საუბარი, რომ ტრამპის რიტორიკის ცვლილება ბრიტანეთის ვიზიტის შემდგომ განხორციელდა და თითქოს ეს იყო რაღაცნაირად შემოტრიალება ბრიტანელების დახმარებით, თუმცა შეიძლება თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია ოდიზური და ჩანდეს, თუმცა არ იცვლება გეოპოლიტიკური მიზნები არასოდეს და ის რომ შეერთებული შტატები ცდილობს, რომ ამ კონფლიქტით შეერთებული შტატები ამ კონფლიქტით რაღაცა კონკრეტულ სარგებელს ვეღებულობს, იმის გარდა რომ რა თქმა უნდა ვიღაცას ფიქრობენ, რომ ბოროტების იმპერია რუსეთის საკუთრება დაამარცხოს და ეს არის მისი ამოსავალი მიზანი. რეალობაში ის დაუბრუნდები ჩვენს თეორიას, რეალობაში ის ცდილობს, რომ რამენაირად ხელი შეუშალოს ჩინეთი, რუსეთისა და ინდოეთის დაახლოებას და ამის თეორიის გაამართლებელი მესიჯებიც კი ითქვა გაეროზე. პირველი მან ახსენა, რომ ისევ და ისევ დაუბრუნდა ინდოეთის თემას, რომ დაუშვებელია ინდოეთმა და ჩინეთმა გააგრძელონ ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა რუსეთთან და ამით გაამდიდრონ რუსეთი და საშუალება მისცენ ესე იგი გააძლიეროს ფრონტის ხაზი. ამიტომ ევროკავშირმა და ევროპის ქვეყნებმა უნდა დაუწესონ ტარიფები ინდოეთსა და ჩინეთს, რაც ევროკავშირს არ შეუძლია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვა ბაზარი ჩაკეტილი აქვს, იმიტომ რომ რუსეთთან ვაჭრობა შემცირებულია და ცდილობენ აღმოსავლეთთან ეს კავშირები შეინარჩუნონ, გარდა ამისა, საკმაოდ დიდი ენერგო რესურსებისა და სავაჭრო რესურსების სივრცე არის მთელი ახლო და შორეული აღმოსავლეთი და ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ინდოეთზე და ჩინეთზე ასაუბრებო, თვითონ ნატოს წევრებიც კი ყიდულობენ გასო რუსეთისგანო და
China and India are the primary funders of the ongoing war by continuing to purchase Russian oil. But inexcusably, even NATO countries have not cut off much Russian energy and Russian energy products. Ну, აქ შემთხვევაში საუბარია სლოვაკეთზე და უნგრეთზე. უნგრეთის ზეწოლა იყო კიდევაც რომ პირდაპირ ზეწოლა ევროკავშირისგან რომ შეეწყვიტა პროცესი თვითონ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდანაც, მაგრამ გასცა უნგრეთმა პასუხი რომ ეს უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და უბრალოდ შეუძლებელია ამოცემულობაში სხვანაირი პოზიციონირება. გარდა ამისა, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა ევროპის ქვეყნები, ასე იგი, თხევად გას დღემდე ყიდულობენ რუსეთისგან. მთელი ევროკავშირი ინდოეთის გავლით ყიდულობს რუსულ ენერგო რესურსებს და მოკლედ ამ ასე იგი მუხანათობაზე გაამახვილა ტრამპმა ყურადღება. Wall Street ჟურნალში დაიწერა ისიც რომ ტრამპი ცდილობს მოლაპარაკება წარმოოს ჩინეთთან და ეს მოლაპარაკების საგანი შეიძლება იყოს ტაივანი. და ჩვენ თუ დაუბრუნდებით იმ თეორიას, რომ დაუშვებელია, ხო, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის კავშირი შეიკრას, პირველი მცდელობა ეს იყო ამ კავშირის ხელის შეშლისა ალიასკაში პუტინთან შეხვედრა და ყველა ასე იგი რუსეთის მიმართ აგრესიულ მესიჯზე, როცა ტრამპი ამბობს, რომ დაუშვათ ჩვენ გავზდით ტარიფებს, უკრაინას შეუძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყველა ამ რიტორიკის ბოლოს ან მეორე დღეს აყოლებს ესეთ ფრაზას, რომ თუ რუსეთი არ მიუხვდება მოლაპარაკების მაგიდას. ანუ მისთვის თავარია რამენაირად ეს კონფლიქტი ჩააქროს, იმიტომ რომ მისი თავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე აბსოლუტურად სხვაგან არის დღევანდელი ადმინისტრაციისა და ზოგადად ამერიკული გეოპოლიტიკის გაგებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ხა რაც აუნა მოწინააღმდეგეები იყვნენ დაუშვათ რუსული თუნდაც წარსულში საბჭოური და ამერიკული სივრცე, ისინი ყოველთვის პოულობდნენ გამოსავალს და ბოლოს მეორე მსოფლიო ომის მერე ერთად ინაწილებდნენ სამყაროს. შესაბამისად მთელი ეს ქახალდის ვებხვი მაგალითად მედვედევს სულელიც კი უწოდა და ჩემი აზრით რაღაცა უფრო მითია იმის შესახებ რომ ამერიკამ ორი წყალქვეშანავი გააგზავნა ბირთვული შეიარაღებით რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, იმიტომ რომ ეხა ეს ამბავი რომ დადასტურებული იყო სერიოზული სკანდალის აიწეოდა. უბრალოდ ტრამპს ახასიათებს ხოლმე ეგეთი რაღაცეები, ის კი არა, ისიც გითხრა რომ კამბოჯასა და ალბანეთს შორის დაამთავრა ომი, შეეშალა აზერბაიჯანსა და სომხეთში ეს ორი ქვეყანა და We were a little bit threatened by Russia recently, and I sent a submarine, nuclear submarine, the most lethal weapon ever made. ეს ოდიოზური იდიოტობა წავოს თამარა. ხო ეს ოდიოზური ამბები ახასიათებს, თუმცა მთელი ეს ფუშინგი რუსეთზე არის მიმართული იმისკენ, რომ მოლაპარაკების მაგიდას დააბრუნოს პუტინი და რაღაცნაირად ისე გარიგდნენ, ისე დალაგდნენ, რომ ეს კონფლიქტი გააჩეროს, არ ამგონია მარტო ნობელის პრემია აინტერესებდეს ტრამპს და მეტი არაფერი, ალბათ მე ვფიქრობ, რომ ამის უკან ასა ამერიკული გეოპოლიტიკური ინტერესის დგას და გადაერთოს უკვე ჩინეთსა და ინდოეთის თემებზე. ხო და შეეხება ჩინეთთან პოლიტიკურ, ესე იგი, კოლაბორაციას New York Times-ი და სხვა გაზეთებშიც გამოქვეყნდა სტატიები იმ შესახებ, რომ შეიძლება კორეაში და დაახლოებით 25 ოქტომბერს მოხდეს სი ძინპინსა და ტრამპის შეხვედრა და რაღაცნაირად სამზადისი არის ამისი, რომ იქ გადაწყდეს ახლოაღმოსავლური კი არა, შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის ოკეანის ტერიტორიული გადანაწილებისა, ზოგადად სოფლიოს გადანაწილების მნიშვნელოვანი კონტურები ამ პროცესისა. ეხლა მთავარი რაც მოხდა კიდევ ამ გამოსვლების მიღმა, მთელი ესე იგი ევროპული მედია აჭრელდა, დასავლური მედია, მათ შორის ქართული, რომ უკრაინის კონფლიქტი შეიძლება გაიზარდოს ევროპაში, იმით რომ გამოჩნდა პოლონეთისაზე დრონები რუსული, ესტონეთის თავზე ავიაგამონადგურებლები, დრონები გამოჩნდა დანიასა და ნორვეგიაში და მოკლედ ეს იყო შეშფოთების საგანი, დაიხურა აეროპორტები, ესე იგი ესტონეთმა და პოლონეთმა მიმართა ნატოს, მოკლედ მთელი ესე იგი ფაციფუცი გაიმართა დასავლურ კოალიციურ კაბინეტში, თუმცა საინტერესო იყო ის, რომ ესე იგი ნატოს გენერალური დივანის განცხადებით გამომდინარე
ბოლომდე არ სურდათ აი ამ პროცესში რუსეთი დაედანაშაულებინათ, იყო საუბარი რომ ეს დრონები იყო რუსული, თუმცა ну რაღაცნაირად მაინც ამბობდნენ რომ დადასტურებული ეს შემთხვევა არ არის. დაიწერა ისიც რომ ესე იგი ელჩები ეწვნენ კრემლს და მკაცრი მესიჯები გადასცესო, ну ავიაგამონადირეებელზე უფრო მკაცრი სიტყვებით დასაჯეს შეიძლება კრემლში ელჩება. თუმცა ზახაროვმა განაცხადა, რომ სისულელი ეს ყველაფერი არანაირი მსგავსი რაღაც შემთხვევა არ მოხდარა და რუსოფობიას აქვს ადგილი. დაიწერა ისიც, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაცნაირად ევროპული ავანტურა, ან უკრაინულისკო ვიღაცებად დასდეს ბრალი უკრაინას, მოკლედ, რომ წაახალისონ და საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია შექმნან ევროპაში გადაიარაღების პოლიტიკის მხარდაჭერისა, რომ ევროპას თუ სურს დასავლეთს რომ გაჭიანურებულ ომში დაამარცხოს და გამოფიტოს რუსეთი, მას აუცილებლად მოუწევს უარი თქვას თავის სოციალურ კეთილდღეობის პოლიტიკაზე და რაღაცნაირად გაზარდოს თავისი ფინანსური რესურსი თავდაცვის მიმართულებით და აი ამ ეიფორიას ემსახურებოდა. თუმცა ის რომ მაგალითად საკმაოდ ესე იგი აღშფოთებული ჩანდა დასავლეთი დრონებისა და ავიაგამონადირეებების გამოჩენით, ნაწილი ექსპერტებისა ისიც განიხილა, რომ რუსეთმა დატესტა უბრალოდ ევროპული ბიუროკრატიის რეაგირების მექანიზმი და როგორც აღმოჩნდა რეაგირება სიტყვიერ დონეზე იყო ისე რომ ჯერ ევროპა ამისთვის მზად არ არის და ამიტომ გარკვეულ უპირატესობას ამ შემთხვევაში ფლობს რუსეთი, თუმცა გადაიარაღების პოლიტიკაზე ყოველდღიურად მიდის მსჯელობა და ნახოთ ეს პროცესი როგორ განვითარდება იმის ფონზე, რომ საკმაოდ დიდი კრიზისია მიგრაციული პოლიტიკის მხრივ. დღეს მაგალითად როდესაც ეს ვიდეო იწერება, დღეს გამოვიდა გერმანიის პოლიციის პროკავშირების ხელმძღვანელი და საოცარი სტატისტიკა გაასაჯაროვა, რომ ესე იგი გაუპატიურების, ძარცვის და აი ყველა ამ კრიმინალური დანაშაულის აბსოლუტური უდიდესი ნაწილი მოდის ემიგრანტებზე და ეს პროცესი თან ჩვენ ვიხილეთ, ხო, ბრიტანეთში ვიხილეთ აქცია, ვიხილეთ აქციები საფრანგეთში და ასე შემდეგ. ანუ თვითონ ამ პროცესების გაანალიზებით ის რომ ფასები არის გაზრდილი მომატებული დაახლოებით 20-დან 55%-მდე რიგ ქვეყნებში ომის გამო და შესაბამისად გადაიარაღების პოლიტიკას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი და ტრამპის რიტორიკა ამ ფონზე კიდევ უფრო ირონიული ჩანს, რომ იყიდეთ ბატონებო ჩემგან იარაღი, ხო თუ გინდათ ომის გაგრძელება, იყიდეთ ჩემგან იარაღი, დააფინანსეთ უკრაინა და უკრაინა იომებს, იმიტომ რომ ქვეყანამ ისედაც გამოავლინა საკმაოდ დიდი მედეგობა რუსეთის წინააღმდეგ. ეს რუსული დრონების ამბავი ისე ჩაიარა ჩვენს საზოგადოებაშიც, რომ რაღაცნაირად იმედი გაუჩნდათ ვიღაცეებს, ლიბერალურ ბაბზე მაქვს საუბარი. ოღონდ ყველაზე რა თქმა უნდა, აი ადამიანებზე, ვინც ცდილობენ ხოლმე ამ საზოგადოების ტვინები რაღაცნაირად ისე მომართონ, რომ მე ცუდი შედეგები გამოიწვიონ, ამ ხალხს ისე გაუხარდა იქნებ, რომ აი დროა ევროპა გამოფხიზდება და დაიწყება რუსული ჰეგემონიის დამხობა და დადგება ევროპა ერთად და მოკლედ აი სტრატეგიულ თამაშებს რო თამაშობენ და ჯაირო გამოყავთ, დაახლოებით ეგეთი ამბავი ქონდათ ამ ხალხს, რომ აი გადაანაწილეს იქ დანია ამდენს გამოიყვანს, შვედეთი ამდენს და დაამარცხებენ პუტინს. ეს ასაცილო შეიძლება იყოს, ეხლა როცა მე ამაში საუბრობ, მაგრამ როცა ხალხი ამის ინდოქტრინიზაციას ახდენს და აგიჟებს ერთმანეთს, ეს უკვე შეიძლება უკვე დემონსტრაციის დროს ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის დროს სხვა მუხში გადაიზარდოს და ამიტომ ვცდილობ ხოლმე, რომ მაქსიმალურად ასე ობიექტურად მდიდარი პოლიტიკური მოვლენების ყველა პარადიგმა გავაანალიზო და ჩემ გარდა არიან კიდე ძალიან ბევრი ადამიანები, მათ შორის უცხოეთშიც და ის თეორიები, რომელსაც გთავაზობთ, ხოლმე ჩვენი და ჩემი მეგობრების და ჩემი თანამოაზრეების ნაფიქრალი არ არის და ამაზე დასავლეთში საკმაოდ ბევრს წერენ, უბრალოდ აქ არ ხდება ხოლმე ამის გავრცელება, იმიტომ რომ ჩვენთან დაინერგა სტანდარტი, ვინც რევიზიას მოახდეს, ანუ კითხვის ნიშანს დასვავს ამ თემებზე, ის ყველა პრორუსია. პრორუსობაზე რო გადავიდეთ, დამარცხდა პრორუსული ფრონტი ევროპაში და გაიმარჯვა სანდუმ და მიულოცა ყველა მათ შორის ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმაც დაწერა ისიც რომ ის ხო ყველას მეგობარი იყო, ანუ ერთხელ ტრამპ ჯერ მახსოვს ის რომ ტრამპის ადმინისტრაციის წასვლის შემდეგ, როდესაც ეგრეთ წოდებული ტრამპისტები შეიჭრნენ ერთ სახლში, ხო?
მაშინ დაწერა რომ არა ეთერში თქვა ხო გვარამიასთან რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდაო ამ აქციასო ანუ ტრამპისტები რომ შეიჭდნენ თეთრსახში და მერე ტრამპი რომ დაბრუნდა ისტორია დაწერა რომ ტრამპსო უნდაო პრეზიდენტობაო მე დამირეკაო და მე რჩევა მიუცი კი დონალდო შენო გამოსული კადრი ხარო და გაითვალისწინა მოკლედო და ნუ ეხა ისიც დაწერა მე ხო ნეპალის მოვლენები იყო ნეპალის დროს დაწერა რომ ჩემი შვილი ნეპალელიაო იმიტომ რომ იქ ცხოვრობსო და ეხა სანდუ რომ მოიგო არჩევნები სანდუ ჩემი მეგობარიაო და მოკლედ ცდილობს რომ ასნაირად შეინარჩუნოს აქტუალურობა და მოკლედ ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის მეგობარმა მოიგო არჩევნები როგორ მოიგო ამაზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია იქიდან გამომდინარე რომ სანამ არჩევნები გაიმართებოდა ორ პოლიტიკურ სუბიექტს საერთოდ აეგრძალა პოლიტიკაში მონაწილეობა და შეირაცხა ისინი პრორუსულად არჩევნების დღეს უშუალოდ არჩევნების დღეს საშუალებული შედეგები და წინასწარი ეგზიტ პოლები ქვეყნდებოდა საკმაოდ ახლო იყო ზღვარი მის პოლიტიკურ ოპონენტსა და მას შორის და სანდუმ ისიც თქვა რომ შეიძლებოდა არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფილიყო იმიტომ რომ აშკარა იყო რუსული ჩარევა ანუ უნდა იგივე რაც მოხდა მის რეალურ სამშობლოში რუმინეთში იმიტომ რომ მოლდოველების უმრავლესობა აბსოლუტურად შეიძლება ითქვას რომ რუმინელები არიან და მოკლედ ანუ არჩევნების გაუქმებაც კი წამოწდა ერთგვარად იმდენად არ მოეწონა ეს შედეგი თუმცა საბოლოო შედეგი რაც დაჯდა თუ დასვეს ეს თქვენ გამოიტანეთ დასკვნები იყო ესეთი რომ ქვეყნის შიგნით არჩევნები წააგო მოიგო ოპოზიცია მაგრამ ემიგრანტების ხარჯზე სანდუ მოახერხა და შეინარჩუნა უმრავლესობა პარლამენტში თუმცა წინა შედეგი გაუარესა იმიტომ რომ 8 მანდატი დაიკარგა ანუ უფრო ნაკლები აიღო ყოველ შემთხვევაში აღიქვეს ისე რომ მოლდოვაში რუსეთი დამარცხდა და დაიწყო ამით თითქოს რაღაცა დასავლეთის ფრონტზე ანუ უკრაინისა და ამის ფრონტზე პროცესის შემოტრიალება ნუ ეხლა რუსეთი დამარცხდა თუ არ დამარცხდა ეს მოწინააღმდეგე პრორუსი იყო თუ არ იყო ყოველ შემთხვევაში სანდუ ესე და აქ ჩვენ საზოგადოებაში და დასავლეთში ეს აღიქმებოდა რომ ის იყო ერთ-ერთი მედროშე ამ მოკლედ დასავლეთ რუსეთის დაპირისპირებაში და ნუ თემა ის რომ აბსოლუტურად განსხვავებულია მოლდოვის სიტუაცია მათ შორის უკრაინასთანაც და ჩვენთან განსხვავებით რუსეთს არ აქვს პირდაპირ საზღვარი პირიქით ესაზღვრება უკრაინას შესაბამისად მისი პრორუსული ანკლავიც რაც არის ეს დნესტრისპირეთი მოსაზღვრეა უკრაინისა იქ კი დგას დღეს დაახლოებით 1500 რუსი ჯარისკაცი თუმცა რაიმე პროვოკაციის ან დესტაბილიზაციის საფრთხე რომ მოლდოვაში იყოს რუსეთის ჩარევის მხრიდან ნაკლებია იმიტომ რომ ლოგისტიკურად ძალიან ურთულდება თუ რა თქმა უნდა რუსეთის გავლენა იმდენად გაძლიერდებოდა რომ აბსოლუტურად პრორუსული გახდებოდა მოლდოვა ამის საფრთხე შეიძლება გაზრდილიყო არა თვითონ მოლდოვაში დესტაბილიზაციის არამედ უკრაინის ფრონტზე თუმცა ნუ დღეს რაღაცა ისეთი დიდი საერთაშორისო ბრძოლების არეალად რო გაგვისაღეს მოლდოვა ისე ნამდვილად არ არის იმიტომ რომ იქ ამ შემთხვევაში ინტერესი გაცილებით ნაკლებია და მთელი ყურადღება გამოტანილია უკრაინის ფრონტზე. საინტერესო მოვლენები გამვითარდა ამერიკაში დღევანდელ დღეს, როდესაც ეს ვიდეო იწერება, გამოცხადდა ერთ წოდებული შატდაუნი. ეხლა შატდაუნი რა არის? ეს არის ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადიოდა კანონპროექტი და ვერ მოიპოვა ამ კანონპროექტმა ორპარტიული მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ორივე ნაწილს ტრამპის მომხრები აკონტროლებენ, ანუ რესპუბლიკელები არიან უმრავლესობაში. მათ დააკდათ აი ლოუდ ანუ კანონად რო ქცეოდა კანონპროექტი 60 ხმა დემოკრატებისა და ამან გამოიწვია შატდაუნი, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო მოხელეები ამ პერიოდში არის რაღაც კატეგორია, რომელიც დაუშვათ უეჭველად უნდა გააგრძელოს მუშაობა, ისინი არიან რა თქმა უნდა მაშველები, სამხედროები, პოლიცია და შემდეგ, ანუ ის პირველი კატეგორიის საჯარო მოხელეები, თუმცა 750,000 ადამიანმა დაახლოებით დაკარგა დროებით სამუშაო ადგილი. ნუ არის მე კომპენსაციის ესე იგი პროცედურას არის გაწერილი ამერიკულ კანონმდებლობაში ეს როგორ უნდა განხორციელდეს, თუმცა შატდაუნი გამოცხადდა, ჩვენმა საელჩომაც დაწერა ამის შესახებ და წინა შატდაუნი 2018 წელს მოხდა და გაგრძელდა დაახლოებით 34 დღე.
ეს როგორ განვითარდება კათიშულმა არ იცის იყო რამოდენიმე სენატორის შეფასება რომ შეიძლება ერთი კვირა გაგრძელებული იყო უბრალოდ სხვა რამე აქვს მნიშვნელოვანი ის რომ ტრამპა სანამ შატდაუნი მოხდებოდა ხო საკმაოდ გააძლიერა ქვეყნის შიგნით განსაკუთრებით აი ჩარლი კირკის მკვლელობის შემდგომ გააძლიერა ლიბერალური და აი ამ ვოუკიზმით ახტაცებული პოლიტიკური წრეების მიმართ რეპრესიული პოლიტიკა და ნიუ-იორკ ტაიმსში დაიწერა ის რომ ტრამპა დაიწყო სოროსის წინააღმდეგ გამოძიების პროცესი რაც ითვალისწინებს სოროსის ჩართულობას ამერიკულ საზოგადოებაში იქნებოდა თავისი ამ ვოუკური პოლიტიკითა და სოროსის რესურსებით საზოგადოებრივი აზრის დეზორიენტაციას და მათ შორის ტრამპის წინააღმდეგ პრორუსულობის კამპანიის დაფინანსებას და მთელი რიგი საკითხებია როგორც იუწყება New York Times-ი და მოკლედ ეს ანტილიბერალური პოლიტიკური რიტორიკა მათ შორის ის რომ ჩვენ საერთაშორისო სივრცეში ყველას შეუზღუდავთ ამერიკის ვიზას ვინც ჩარლი კირკზე რამე თქვა აქ ჩვენთან და დახურეს გადაცემები მე კი აღდგა მაგრამ საბოლოო ჯამში ეს საკმაოდ გაძლიერდა ხო ეს დემოკრატების წინააღმდეგ კამპანია და ეხლა უკვე დემოკრატებს მიეცათ შანსი რომ რაღაცნაირად მოეხდინათ ხელოვნური კრიზისი ამერიკაში და შატდაუნი ეგ არის მეტი არაფერი კრიზისია ჩვეულებრივი და ამაში დაიდანაშაულებინათ რესპუბლიკელები და ტრამპი. თუ რამე გამოკითხვა ესე იგი ჩატარდა აი ამ შატდაუნიდან ამ მომენტამდე ყველა ფედერალურ გამოკითხვაში იქნება თუ რაღაცა კონკრეტული ლოგის გამოკითხვა იქნება უმრავლესობა ადანაშაულებს რესპუბლიკელებს. რა პოზიციაც დემოკრატებსთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამის თქმა მინდა რომ რა თქმა უნდა მოლაპარაკება შეიძლება ხვალვე აღდგეს და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს შეერთებული შტატები, თუმცა დემოკრატებს ეძლევათ შანსი манипуляციისა და შეიძლება ეს გამოიყენო. და როგორ განვითარდება მოვლენები ამას ვნახავთ. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ჯერ კავკასიას და მერე საქართველოს. ამ გაერო სამიტების ფონზე, მათ შორის რუსული დრონების, აჯერ არ ვიცით, მაგრამ ალბათ შეიძლება თქვა რომ რუსული დრონები იყო, ეს დაუშვათ. დრონების მიერ ევროპული სახაერო სივრცის დარღვევის ფონზე საინტერესო მოვლენები განვითარდა კავკასიაშიც. ჯერ ის რომ ესე იგი ტრამპა ვერ გაიხსენა საერთოდ ვინ სადებარეობდა აზერბაიჯანი და რა ერქვა, ასამდებარეობდა სომხეთი და რა ერქვა კამბოჯა ალბანეთს შორის დაამთავრა მისი თქმით კონფლიქტი. მერე გაიხსენა აზერბაიჯანი და ის მეორე კაი ბიჭი რო იყო, ისიც მახსოვსო, ანუ და გამოჩნდა ის რომ ადმინისტრაციას თლად ისე სერიოზულად არ აღიქვავს მოკლედ იმ გაფორმებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, როგორც თავიდან დაგვიანონსეს და ჩვენ თუ გახსოვთ, ჩვენ რამდენიმე გადაცემის თემაში გავშალეთ ზანგეზურის დელეფნის ამბავი და ის კითხვის ნიშნები, რომელსაც ბადებდა ამერიკული პროექტი, მათ შორის იმ გაგებით, რომ შეიძლებოდა რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხე ყოფილიყო, იქიდან გამომდინარე, რომ აქ ინტერესი არის ირანული, რუსული და თურქული და მათ შორის სომხური. საინტერესო რამე თქვა ფაშინიანმა, რომ დამთავრდაო ამ დელეფნის ზანგეზურად მოხსენიება, იმიტომ რომ ესე იგი ზანგეზურის და ესე იგი დელეფნის პროექტად გასაღება აი ამ მონაკვეთის გახსნისა უგუნებელყოფს ჩვენს სუვერენულ უფლებებსო და უფრო მეტად აზიერებს თურქულ ნარატივსო და ეს რატომღაც თავის მაშინ არ ახსოვდა და მე რაც უფრო მოუხშირა ჩასვლას პუტინთან და მათ შორის აი თუცა შანხაის ორგანიზაციის წევრები შეხვდნენ ერთმანეთს ცნობილი კადრი რო არის ინდოეთის პრემიერი პუტინი და სი ძინპინი ოდგანა იმ დროსაც პუტინი ალიევს არ შეხვდა ფაშინიანს და ეხლაც გაერო სამიტის დამთავრებისთანავე ფაშინიანი ჩაფრინდა მოსკოვში შეხვდა პუტინს ისაუბრეს რაღაც ატომური ენერგიის საკითხებზე რა თქმა უნდა ეს იყო ოფიციალურად თუმცა არაოფიციალურად ალბათ სხვა ბევრ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვან საკითხებზე სავარაუდო და ეს განცხადება რომ თუ ზანგეზურის დელეფნით ანუ თუ ამ რიტორიკით გააგრძელებს აზერბაიჯანის საუბარსო პროექტი საერთოდ ჩავარდებაო რაც უკვე საკმაოდ დიდი ეგრეთ წოდებული მუხრუჭია ამ პროექტის განვითარებისა და სამწუხარო არის ხოლმე ის რომ როცა მსგავს რაღაცებს ლაპარაკობთ, ამას სულ გაუსმევ ხას
მათ შორის ჩემს ახლობლებს, რომლებსაც რაღაცნაირად გული დაწნათ, როცა 1-2 ჩემი ვიდეო შეხვდა. ჩემი რიტორიკის გამო. როცა ამას საუბრობთ, რომ იცი რა, სკეპტიკურია, მაგალითად, ზანგეზურის პროექტის ამერიკული გეგმა, სკეპტიკურია ისიც, რომ უკრაინა უცილობელი იგებს, სკეპტიკურია ისიც, რომ დასავლეთი რაღაცნაირად ცდილობს თვითონ ახლა ზელენსკიმ თქვა ძალიან კარგი რაღაცა, რომ როცა გაეროს ხდომა იყო, ხო? დღეს სოფლიოს ესმის, რომ იარაღის ძალისო რა და საერთაშორისო სამართალი მოუქნელიო. ხა ეს რომ ეთქვა ვიღაცა სხვას, ის აუცილებლად პრორუსი იქნებოდა, მაგრამ ზელენსკიმ ხო თქვა, მეგობრებო და აი თქვენი კუმირის ენით გეტყვით, რომ როცა საერთაშორისო პოლიტიკაში კონკრეტული ძალების არ ცდილობენ დაარღვიონ ბალანსი, ირთვება რეალ პოლიტიკის მექანიზმები, რაც გამორიცხავს აქამდე არსებული თამაშის წესებით პოზიციონირებას. და იწყება ჩვეულებრივი საუკუნეების მანძილზე გამოცდილი პოლიტიკური პროცესი, რაც გულისხმობს მათ შორის მუხანათობას, მათ შორის ძალთა შორის ბალანსისთვის, აღდგენისთვის ყველაფრის გაკეთებას, მათ შორის მაკიაველის რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და ასე შემდეგ. თუ ესე არ არის, მაშინ თქვენ თვითონ წარმოიდგინიათ, როგორ შეიძლება ლეგიტიმურად იყოს წოდებული მოლდოვაში არჩევნები, როდესაც დაჭერილია და შეზღუდული აქვს მონაწილეობა ორ ოპოზიციურ ძალას და ამის ფონზე მაინც აგებს ქვეყანაში და მე უკვე რაღაცა საერთაშორისო ემიგრანტების ხარჯზე აქვს მოგება. როგორ შეიძლება ლეგიტიმური იყოს, როცა არჩევნებამდე შემოდის მილიარდი დოლარის გაურკვეველი ფულადი დახმარება ადგილობრივ NGO-ებზე და ამაზე დასავლელები საუბრობენ ჩვეულებრივად, მაგრამ თუ საქმე ეხება რუსეთთან ბრძოლას, ყველაფერი ლეგიტიმურია, ხო? ანუ გამოდის, რომ თავარი არის თუ ვინ გიჭერს მხარს და ვის წინააღმდეგ პოზიციონირებდა. ამ გაგებით, რომ თქვათ დაუბრუნდებით შემძულ სათქმელს, გეტყვით, რომ ყველაფერი ისაც შეიძლება თქვენ მოგეჩვენოს უბრალოდ ჭეშმარიტებად, აუცილებელია რომ კრიტიკული თვალით შეხედოთ, როცა ჩვენ ხედავთ და სხვები კიდე მათ შორის ამ პლატფორმის გარდა კიდე სხვები უყურებენ კრიტიკული თვალით ხოვებ მიმდინარე მოვლენებს, ნუ გაცოფთებით და თუ გინდათ რომ გადაგვარწმუნოთ, გაგვესაუბრეთ, მობრძანდით თუ გინდათ ჩვენთან პლატფორმაზე და ვისაუბროთ და არა ის რასაც საკეთებთ ხოლმე ხშირად.